თავისთავად ფაქტი იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპის თანაგუნდელი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო ვილსონი Fox News-თან ინტერვიუსაც საუბრობს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე არის მნიშვნელოვანი. ჯო ვილსონი ამ ინტერვიუსაც პირდაპირ ღიად გავლენიანი სატელევიზიო სივრციდან ამბობს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. დონალდ ტრამპს კი გაყალბებული არჩევნები არ მოსწონს. ის ამბობს ამ ინტერვიუსაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ ჩაანაცვლა რუსეთის მარიონეტმა. ის რა თქმა უნდა გულისხმობს მიხეილ ყაველაშვილს. ჯო ვილსონი Fox News-თან ამ ინტერვიუსაც ასევე საუბრობს, რომ ახლა არის ასეთი მოცემულობა, ვითარება ომის დამნაშავე პუტინი, რომელიც თანამშრომლობს ჩინეთის პარტიასთან, თეირანის რეჟიმთან. ისინი ასევე ერთად მუშაობენ ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც არის ოლიგარქი, მილიარდერი და რომელმაც საქართველოში გააყალბა არჩევნები. აღსანიშნავია ჯო ვილსონის ეს განცხადება, ეს ხისტი და მკაცრი განცხადებები, რადგან ის არის სწორედ მეგობარი აქტის ავტორი. მან ხელახლა წარადგინა მეგობარი აქტი კონგრესში. გარკვეული ცვლილებებით უფრო მეტად არის გამკაცრებული, რადგან სანქციები ქართული ოცნების ყველა წევრზე გავრცელდება და არსებული ინფორმაციით შესაძლოა მიმდინარე კვირაშიც მეგობარი აქტის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდეს ცნობილი. საქართველოში არჩევნები გაყალბდა. დონალდ ტრამპს არ მოსწონს გაყალბებული არჩევნები. სალომე ზურაბიშვილი მართლაც საქართველოს პრეზიდენტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ იგი პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, სადაც ომის დამნაშავე პუტინი თანამშრომლობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, თეირანის რეჟიმთან და ყველა მათგანი ერთად მუშაობს ივანიშვილთან, რომელიც მილიარდერია და საქართველოში არჩევნები გააყალბა. მეგობარი აქტი ახალი რედაქციით ჯო ვილსონმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა კონგრესზე. ცვლილებები არის შესული მეგობარი აქტის ახალ რედაქციაში. თუკი მაისში აქ საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია და სამხედრო დახმარება მოხდებოდა, ახლა ეს პუნქტები არის ამოღებული, რადგან ია მეურმიშვილი, ამერიკის ხმის ჟურნალისტი, TV პირველთან ინტერვიუსაც განმარტავს, რომ მაისში რუსული კანონის წინა ახლდეგ მანიფესტაციების დროს იყო სხვა მოცემულობა, ხოლო არჩევნების შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ხალხის არჩევანი მიიტაცა და ის აშკარად არის ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი, სხვა მოცემულობა შეიქმნა, ამიტომ მეგობარი აქტით გათვალისწინებული სანქციები უფრო მეტად არის გამკაცრებული, თუკი მანამდე ის შეეხებოდა მხოლოდ რეჟიმის პირველ პირებს, ახლა სანქციები ვრცელდება ოჯახის წევრებზეც, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაზე და იმ ბიზნესმენებზეც, რომლებიც საქმეს დაიჭერენ ოლიგარქთან. საუბრობდით თაფლაკვერასა და წკეპლის ასპექტებზე ამ კანონპროექტში. თაფლაკვერის ასპექტები გარკვეულწილად ამოღებული იქნა და ჩემი ინფორმაციით ის რაც აყოვნებდა ამ ფაქტორს თუ ამ კანონპროექტის მიღებას, ერთ-ერთი მიზეზი ამისა, გარდა იმისა, რომ იქ კალენდართან დაკავშირებული რაღაც გამოწვევები ჰქონდა, სხვა პრიორიტეტები ჰქონდა წარმომადგენელთა პალატას, ასევე იყო აი ეს ზოგიერთი თაფლაკვერის მომენტი, რომელსაც სენატი არ თანხმდებოდა. ან იყო მოლოდინი იმისა, რომ სენატს არ მოსწონდა ის იმდენად ღია და იმდენად დადებითი იყო იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თუ საქართველოს მთავრობა მაისში დააკმაყოფილებდა ზოგიერთ მოთხოვნას. მაშინ მოგეხსენებათ, ეს ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო მაშინ რუსული კანონის, ეგრეთ წოდებული რუსული კანონის უკან წაღება და მეორეს მხრივ სამართლიანი არჩევნების ჩატარება. აი განსხვავებული ფონი იყო მაშინ და შესაბამისად ჯო ვილსონიც უფრო მეტ ესე შეთავაზებას თავაზობდა ქართულ ოცნებას. თუმცა ამ ეტაპზე ამოღებულია ზოგიერთი ის დადებითი და ძალიან ესეთი წინ გადადგმული თუ წინ გამოწეული ხელი, რომელიც მანამდე იყო კანონპროექტში და აქედან გამომდინარე სენატის მხრიდან ყოველ შემთხვევაში წინააღმდეგობა არ შეხვდება კანონპროექტს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი ავალდებულებს შეერთებული შტატების მთავრობას, რომ საქართველოს დაეხმაროს თავდადიწყებულნარიანობაში, ის ასევე საკმაოდ ღიად და ფართოდ არ ამბობს იმას, რომ საქართველოსთან უნდა გავაგრძელოთ სამხედრო თანამშრომლობა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თანამშრომლობა სრულად შეწყდება, რა თქმა უნდა, ტექსტი ძალიან ბევრ სივრცეს ტოვებს იმისთვის, რომ მოხდეს თქვა გადახედვა ან რაღაცა
ჩარჩოებში მოექცეს ამერიკის ურთიერთობა თანამშრომლობა საქართველოსთან. უვიზო რეჟიმის თუ უვიზო რეჟიმზე საუბარი არ არის ამ კანონპროექტში და ეს ერთ-ერთი ისეთი დიდი ამ თაფლაკვერის ამოღების მომენტი. საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი, ჯო ვილსონი პლატფორმა X-ზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ის უშუალოდ საქართველოს შესახებ სასაუბროდ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მომავალ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცს ესაუბრა და საუბრის თემა ბუნებრივია შეეხებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ის თუ როგორც ცდილობს ბიძინა ივანიშვილი ავტორიტარული რეჟიმი დაამკვიდროს და როგორ უნდა იქნას აცილებული ეს საფრთხეები თავიდან ყოველ შემთხვევაში ჯო ვილსონმა არაერთ ინტერვიუში, არაერთ განცხადებაში თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფლებაზე თავდასხმას არ შეეგუება. მეგობარი აქტის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე კვირაში ჩანიშნულ სხდომაზეც გამოაცხადონ და ქართულ ოცნებას ელოდება საკმაოდ მკაცრი სანქციები გავრცელდება არა მხოლოდ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე, ასევე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მინისტრებზე, მთავრობის წევრებზე, დეპუტატებზე, ოჯახის წევრებზე და გარემოცვაზეც. მადლობა ნინო, ეს ნინო ელიკაშვილი იყო.